ვინაიდან დღეს ბატონი როინ შავაძის გარდაცვლილი მოკლული როინ შავაძის ქვრივი არის ჩვენს წინაშე წარმოდგენილი. ეს ქალბატონი არის ქართველი ქალის მედეგობის, მებრძოლეობის, სიმტკიცის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც იმ დროს ბრძოლა გააჩაღა რეჟიმთან, როდესაც ქმარი მოუკლეს. მასზე იყო ყველანაირი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო მასზე და მის ოჯახზე, ზეწოლა თავდასხმები, რომ როგორმე გაეჩუმებინათ და ჩაეფარცხათ ეს საქმე. მას დარწმუნებული ვარ, დღესაც არ აქვს დალხენილი ცხოვრება, იმიტომ რომ სწორედ ისინი, ვისაც ახლა ჩვენ ვებრძვით, რომ როგორმე ჩავაბაროთ მათი არსებობა პოლიტიკური ისტორიას, დღესაც უქმნიან პრობლემებს. ამიტომ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შვიდ გარემოში რომ შეეძლოს ამ ქალბატონს, რა თქმა უნდა, ღია სხდომის ფარგლებში ახსნა განმარტების მოცემა, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვათ ამ კონკრეტულ ნაწილზე დარბაზში. კი ბატონო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. სამდინოს ვთხოვ, რომ ქალბატონი ციცინო შავაძე შემოაცილოს დარბაზში. მოგესალმებით ქალბატონო ციცინო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის კუთვნილი ადგილი. ჩვენ რამდენიმე პროცედურული საკითხი განვიხილეთ, სანამ თქვენ შემობრძანდებოდით და ამიტომ შეგვაგვიანდა თქვენი დარბაზში მოწვევა. პირველ რიგში ქალბატონო ციცინო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი. თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების, როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც თქვენ ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის. სხვა მხრივ როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფლები, რომ არც კი შერცხვებოდათ რა საკვირველია. ასევე მადლობა მობრძანებისთვის, თქვენ აჭარიდან ჩამობრძანეთ სპეციალურად დღეს სხდომაზე გამოსაცხადებლად, მადლობას გიხდით ამისათვის. ქალბატონო ციცინო, პროცედურა ასეთი და მოდით ეს დავიცვათ. მე უნდა გაგაფრთხილოთ, ვალდებული ვარ, რომ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა განზრახ არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ თქვენ უარსიტყვის კითხვებზე პასუხი გასცეთ, ასევე ესეც პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გახდეს და კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდებაც. მე რომ ეს აგიხსენით, თქვენ რომ ეს მოისმინეთ, გთხოვთ ამის დასტურად მოაწეროთ ხელი დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა და შემდეგ უკვე ჩართავთ მიკროფონს და დავიწყებთ გამოკითხვის პროცესს. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ქალბატონო ციცინო, თქვენ აიღეთ 10-15 წუთი, გნებავთ ცოტა მეტი და ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ, ვინ იყო თქვენი მეუღლე. დღეს აქ 5 ახალგაზრდა ესწრება, სტაჟიორი, რომლებიც ალბათ 2008 წელს, როდესაც თქვენი მეუღლე მოკლეს, ან ძალიან პატარები იყვნენ, ან მცირეწლოვნები, ყოველ შემთხვევაში არასრულწლოვნები იქნებოდნენ. მათ შეიძლება საერთოდაც არ იციან რა არის მომხდარი და ვინ იყო როინ შავაძე. ასევე საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილმა არ იცის. ამიტომ თქვენი მეუღლე ვინ იყო, რა კარიერა იყო, ქონდა რა საქმიანობაში იყო ჩაბმული, ეს აგვიხსენით და შემდეგ რა უბედურება დატრიალდა თქვენი ოჯახის თავს. დრო და დრო თუ გექნებათ სურვილი,
შეისვენეთ ჩვენ არსად არ გვეჩქარება მოგისმენთ გულდასმით გთხოვთ პირველ რიგში მოგისალმებით უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ჩემი მეუღლის დაფასებისთვის მე ესე ჩავთვლი რომ გაიხსენეთ და არ ავიწყდება საქართველოს როინ შავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ოჯახზე შეყვარებული უყვარდა თავისუფლება და ბედნიერება რომელიც არ დაცსადა ის მონაწილეობდა ყველა მისიებში საზღვარგარეთ სამხედრო იმით მსახურობდა სენაკის ბაზაზე უფროსი სერჟანტი ძალიან მძიმეა ბოდიში გიხდით სერჟანტი როინ შავაძე რომელიც ემსახურებოდა სამშობლოს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ როდესაც იყო რა თქმა უნდა ღებულობდა მისიებში მონაწილეობას არასდროს არ აუცილებია თავი სამხედრო სისტემა იყო მისთვის ყველაფერი ჯარის შემდეგ არსად არ უმსახურები არ უმსახურია იყო საქართველოს სამსახურში მხოლოდ ყველაფერი იყო მისთვის სამხედრო ნაწილი და მისი პირველი ოჯახი და მე ესე ვთვლი რომ ოჯახი იყო მისთვის მათ ძალიან უყვარდა ყოველივე ეს ჩვეულებრივად პირველში წავიდა ის სამუშაოზე ოღონდაც იყო каранტინი თუ რაღაცა არ დაბრუნებულა 8 აგვისტომდე 8 აგვისტოს ისედაც ვერ დაბრუნდებოდა ავბედითი ომი დაიწყო და მანამდე მან რადგან ოჯახთან შორს იყო და სამუშაო ითხოვა რომ გადმოეყვანათ ბათუმში ხელვაჩაურის ბაზაზე საბუთები რა თქმა უნდა 3-ში თუ 2-ში გადმოტანილი ყოფილა მაგრამ ეს ავბედითი ომი რო დაიწყო ხო ვერ იტყოდა რომ აი მე ბათუმში წავალ და იქედან წამოვალ რა თქმა უნდა წავიდა საბრძოლო მოქმედებაში ჩაება სენაკის ბაზიდან ვერ გეტყვით რომ კავშირი მქონდა იშვიათად გამოდიოდა ზარზე იგიც თუბრე თხოვდა რომ მე არ დამერეკა და ყველა მიჯაჭულები ვიყავით ტელევიზორს კი იცით და მან თვითონ შემეხმიანებდა იყო 2-3 ზარი თხოვა რომ არ მენერვიულა და ყველაფერი კარგად მიდიოდა მას ბოლომდე ჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა ომის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივად დაბრუნდა რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩააბარა იარაღის თბილისში აქ ჩამოვიდნენ ბაზე ყველაფერი შემდეგ 14-ში დაბრუნდა სახლში ოღონდ ძალიან სხვანაირი შეცვლილი მეგონა რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ის რაც წავიდა როგორც წავიდა ის სახლიდან ძალიან შეცვლილი დაღლილი აი უცხო ადამიანივით სულ სხვანაირად გამოიყურებოდა რა თქმა უნდა განიცდიდა ყოველივე ამას და დასამალ ის იყო ძალიან დიდი მოსული კაცი და უყვარდა მას ჭამას და რაღაცა დავახვედრე ყველაფერი მაგრამ ვერ ჭამდა თუ არ ჭამდა არ უნდოდა კითხე ყავა იყო მისთვის ყველაფერი და რომ მოუხარშე მეთქი ყავა დალიედა არა და გაუცებული დავჭი მეთქი შენ და ყავა როგორ არ დალევ თქო და შენ ამას ვერ გაიგებ შენ ხო ქალი ხარ სიცოცხლე ეს მისი სიტყვები იყო ჩვენს ბიჭებს წყალი არ ქონდათ მე ყავა როგორ დავლი ქალბატონო ციცინო მე ჩაგერევით რომ თქვენ დრო და დრო მოგცეთ საშუალება რომ თხრობა განაგრძოთ ესე იგი როგორც ჩვენ ვიგებთ 2008 წლის 1 აგვისტოდან ის წასული იყო და სენაკის ბაზიდან როდესაც ომი გაჩაღდა ის ჩაება რა თქმა უნდა ქვეყნის დაცვის საქმეში და სენაკის ბაზიდან უკვე წავიდა ცხინვალის რეგიონში
თქვენთვის ცნობილია ომის მიმდინარეობისას ის კონკრეტულად სად იბრძოდა? არა, არ ვთქვია, რომ სად კონკრეტ, მაგრამ იმ რეგიონში იყო, სადაც აგვისტოს ომი მიმდინარეობდა, საომარ არეალში. ამის შემდეგ დაბრუნდა და მან თქვა, რომ ვერც საკვებს, ვერც წყალს, ვერაფერს სითხეს ვერ იღებდა, იმიტომ რომ ომის დროს ჩვენს ბიჭებს წყალი არ ქონდათო. რას გულისხმობდა ხომ არ აგიხსნათ? ნუ არ ქონდათ წყალი, რომ დაელიათ. არ ქონდათ. დაჭრილებზე საუბრობდა. დაჭრილებზე და ჩავერევით თუ შეიძლება უბრალოდ ქალბატონი ციცინო სიტყვები 2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებიდან ამდენი წლები გავიდა და ბევრი რამე შეიძლება დღეს ისე ვერ იხსენებდეს და როცა კვდებოდნენ ბიჭებს წყუროდათ და წყალს ვერ ვაწვდით, რადგან წყალი არ გქონდა ესეთ ადგილას ვიყავეთო და ეს განცდებით ამ იმითი იყო, რომ ამ განცდების გამო იყო შემდეგ ასეთი დაწრგუნული და ასეთ სტრესში. დაბრუნდა 13 თქვით სახლში? 14-ში დაბრუნდა სახლში. და ოღონდაც გვიანი იყო უკვე 5-6 საათი იქნებოდა. ჩვეულებრივად დაისვენა, ქუჩაში გავიდა. ოღონდ საკვებზე და რაღაცა, არ იყო ისეთი როგორი რომაც იყო, დაღლილი ძალიან და ერთადერთი საბაზაროში ბუდიშ მოვითხოვ შესვლა შევიდა და მთხოვა რომ ცელოფანი მიმეწოდებენ და გაოცებული დავჭი მეთქი ცელოფანი რაშვაში რისთვის და ცელოფანი მინდაო და იმიტომ რომ მათ იმდენი ხანი ტანზე გაუხდელი იყვნენ რომ ყველა შიგასასვალი რაც იყო ყველაფერი ცელოფანში მოვათავსა და მე მუსორში გაიტანა იმიტომ რომ მათ ნასკები და ყველაფერი ფეხზე შემოხეული ჰქონდათ ფეხის გულებზე სულ სისხლი მოსდიოდა ისე ქონდა გაცრეცილი უჭირდა ძალიან ქუჩაში გავიდა ისეც უკვე გვიანი იყო ტელევიზორს ვუყურებდით რა თქმა უნდა ხალხი მოვიდა მოულოცა რომ შემოდიოდნენ მეზობლები და ახლობლები რომ დაბრუნდა უნებელი ოღონდაც ყველა გაკვირვებული უყურებდა იმდენად შეცვლილი იყო არც მხიარული არც არაფერი დუმდა და იშვიათად ღამე თუ ეძინა დაძინებამდე სანამ დუში მიიღო და გამოვიდა დივანზე წამოწვა და ჩაეძინა და რო შევიხედე ოთახში რომ უნდა ესადილა და მივართვა მახშევს მეთქი ჩაძინებოდა და არ გამიღვიძებია ქუხნაში გავედი და როდესაც გავედი ხო მომესმა ხმაური აი ვინმე რო იყოს ოთახში და ლაპარაკობდეს და შფოთავდეს და რაღაცას იძახდა გაუცებული დავჭი ესეთი რაღაცისგან არ მოველოდი ბიჭებო ხმა მოიღეთ პირველი მეორე გამეცით ხმა ეს ალბათ ეს იზმრებოდა თუ რაღაცა და შფოთიანი წამოხდა მე არ დაუძინია ისედაც ფილმს უყურებდით უკვე გვიანი იყო სადღაც ესე პირველი საათი იქნებოდა ალბათ ხამის უფრო პირველისკენ იქნებოდა ესე ფილმს უყურებდით მე და მან ვიყავით სახლში მხოლოდ და ქუჩიდან გავიგონით შემოძახილი ისევ ცხოვრობთ რომ ქუჩის მხარეს გვაქვს მეორე სართულზე ვარ და რომა ხო და გაოცებული თუ ვინმეს უნდა კარიდან და გაიხედა და რომელი ხარ რატომ აქედან იძახი მაღლა ამოდიო აი მან კი უპასუხა ეგეო დაბლა ჩამოდიო რო დაუძახა და ლაპარაკობდა და ამას ჩემთან რა უნდა რომ მობრუნდა ხო მე უკვე მანამ არ გამიხედია ქუჩაში მე უკვე თავისთავად გავხედე ქუჩაში რომ ვიზე თქვა რომ ამას ჩემთან რა უნდა ხო და ვინ არის თქო ვიკითხე და მაიმუნა მეთქი ეს ბიჭს ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა მე ვიცოდი მე მუშაობდი სტილისტი ვიყავი სალონში და ქალაქიდან ვიცოდი რომ ამ ბიჭს ძალიან ცუდი სახელით სარგებლობდა ეს ბიჭი რეპუტაციით ქალაქში და ამიტომ მე გაოცებული დავჭი და მეთქი შენ იცნობ შენ კი ვიცნობ მაგრამ მამას ჩემთან რა უნდა არაფერი დაუძახეს ისედაც უბრალოდ მაისური ეცვა და შორტი და პირდაპირ ესე ჩავიდა დაბლა და უკვე ყურადღება მივაქციე რომ ამ კაცს
თუ რა უნდა ჩემეულოსთან და რატო დაუძახა იმ საქმიდან გამომდინარე რომ მე სალონში მუშაობ და მისზე ცუდი რაღაცები მსმენი ამ ბიჭზე და მეთქი რატო მოაკითხა თუ იცნობს და რაღაცა ქუჩაში რომ გადავიხედე ხო ჩემი მეუღლე უკვე რა თქმა უნდა ჩავიდა სადარბაზოდან გამოვიდა წინ და ხელი რო წამოიღო იმან ჩამოსართმევად ამ ხელი კი არ ჩამოართვა მაისური აუწია მაისური რავწე შენ ჩემთან ესე მოსვლა რაში დაგჭირდაო როკით მე უკვე ეს მესმის და დაძაბული პირდაპირ ვუყურებ პანჯარას არ ვცილდები და ვერ მივხვდი რა ხდებოდა უცებ ვერც კი გავერკვია და მან კი უთხრა რომ წამოდი რა პრობლემაა წამოვალ სად მე რეუბნება უკვე აღარ მესმის ესე იგენი და არა პრობლემა წამოვალ და ჩაჯდა მანქანაში მანქანაში ჩაჯდა თუ არა ისე მოხდა რომ ეს მაიმუნა სანამ დაჯდებოდა უცებ უკვე რო შემნიშნე ორი მანქანა იდგა იმ მანქნის უკან მოშორებით და ერთი წინ ჩაუდგა უცებ ერთი უკან და თელი სისწრაფით ქუჩაზე თავისუფალის იყო უკვე გვიანი რო იყო და ეს მანქანები გაქანდა და გაუცებული დავრჩი ვუყურებ ესე ქუჩაში და ვერ ხვდები თუ რა ხდება აზე ვერ მოვდივარ და გავბივარ რომ ავიღო ტელეფონი და დაურეკო რომ რა ხდება საწადი სათხარ ხო და რომ შევედი ოთახში ჩემი ტელეფონიც და მისიც ორივე ერთად იდო უკვე ვერ ხვდები სად დავრეკო რა გავაკეთო გაუცებული გვიანია ვის დავურეკო კიდე ომის შედეგად შეშინებული შეშფოთებული ხალხი და დავდივარ წინ და უკან და ვერ ფიქრობ და მეშინია რომ ჩემს რო დაურეკო რომ არ შევაშინო არაფერი არ გასულა ბევრი დრო ალბათ 9 საათზე მეტი არა და უკვე ადგილს ვეღარ პოულობ ტელეფონს ვუყურებ წინ და უკან დავდივარ და მოდის რომა გავცებული და მეთქი რა ხდება სად იყავი ესე ძალიან გაკვირვებული გაუცებული არ ვიცი ვერ გეტყვი რა ხდება არ ვიცი სად იყავი თქო და ესე მითხრა რომ უშიშროებაში წაიყვანეს და მეორე სართულზე აიყვანეს როდესაც მივიდა კარებთან მაიმუნა შევიდა პირველი და უთხრა რომ მოვიყვანეო როინ მოვიყვანეო და რო დაუნახავს იმ კაცს მე ვინ გითხრა რომ ეს აქ მოიყვანეო და არაფერი გამოაბრუნეს უკან მოიყვანეს მაგრამ რონი იცნობდა ყველა სისტემას ყველაფერს და ძალიან იცნობდა ხალხს თქვა დეპუტატი ვინ იყო მე არ ვიცოდი მაგრამ მან ყველა ის იცნობდა და ჩემთვის უცნობი იყო ეს მამაკაციო ერთადერთი ეს თქვა და მე რისთვის რატო ვეკითხები მე თვითონაც ვერ გამიგია მაგრამ ძალიან ცუდად საუბრობდნენ ეს ბიჭები მანქანაში ვინმე ყოფილა ესე იგი ეს დაბურული მანქანა იყო შავი არც ნომრები არ ქონდა ტრანზიტები ეკეთა მანქნებს ხო და ძალიან ცუდად ლაპარაკობდნენ რა საუბრობდნენ ბუდეში და უწმაწურ სიტყვებს იგინებოდნენ და მაიმუნას სანამ მიიყვანდა თურმე რომასთვის უკითხია ხო არიცი რამდენი იყო მიცვალებულები რამდენიაო და გაგჟდა რას მეკითხები შენ ჭკვაზე თუ ხარ რა მე იმისა ვიყავი იქ რომ მიცვალებულები მეთვალაო რას მეკითხებიო გაკვირვებული იყო ხალხთან ციცინო ანუ ომის დროინდელ ამბავს ეკითხებოდა მანქანაში რამდენი იყო დაღუპულიო ხო რამდენი და რომ გაკვირვებული იყო მე რატო დამისვენ ეს შეკითხვა მე რა სათვალავად ვიყავი სადმე წასული თუ რას მეკითხები ვერ გავიგეო ხოლოდ ეს იყო საუბრის შინაარსი მანქანაში. საუბრის შინაარსი და ერთადერთი ეს რომ მაიმუნა უკან არ გამოყოლია, სხვა მანქანა მოიყვანა და მან ასე თქვა რომ მე არ დამინახავს პირადად. მანქანა მოიყვანა, ოღონდაც იმ მანქანაში სადაც ჩამსვეს და წამომიყვანესო რომ ამ თქვა, რომ მარკუშიანი იარაღები ქონდა და ძალიან ცუდად საუბრობდნენ და არ მომწონს ეს ხალხი და მე ხვალ წავალ და გავარკვევ თუ რა ხდება. ერთ რამეს დავაზუსტებ გალბატონჩის
ვის მიმართ საუბრობდნენ ცუდად საერთოდ თემაზე იყო ცუდად საუბარი თუ ერთმანეთში ცუდად საუბრობდნენ იგინებოდნენ უწვანწურ სიტყვებს ამბობდნენ როინთან მიმართებაში არა მაგრამ ძალიან არ იყო მოსაწონი ამ ხალხს არ იცნობდა თან იგიც თქვა რომ მათ აღმოსავლური კილო ჰქონდათ და ესენი ბათუმლები არ იყვნენ აჰა გასაგები ეს თქვა მაიმუნას გვარი და სახელი ხომ არ იცით თქვენ გიორგი ჩიქოვანი თანამშრომელი იყო ბათუმის და ეს იგივე ადამიანი ფიგურირებს კიდევ აი ამავე პერიოდში ორი უკანონოდ დაპატიმრებული მოკლული და ზღვაში გადაგდებული ადამიანის საქმეშიც ძალიან დავით ცინდელიანი და პატა ქარდა გთხოვთ გაგრძელეთ 15-ში ის გამოცხადა სამუშაოზე, ხელვაჩაურში უკვე საბუთები გადმოგზავნილი იყო, ჩვეულებრივად წავიდა სამუშაოზე ერთადერთი მთხოვა, რომ საღამოს სატირალში გავყოლოდ იმას. სატირალში თანამშრომელი იყო სამხედრო მოუკლული ვიღაც ქობულეთში ჩამოსვენებული და რომ გავყოლოდი სატირალში და მივთხარი, რომ მეც მოვიწესრიგებდი თავს და რა თქმა უნდა გავყვებოდი. წავიდა ჩვეულებრივად სამუშაოზე ძალიან ადრე გადის და იმ დღეს ძალიან ესე რო გითხრათ რომ ადრე გავიდა არ გასულა ადრე 7 იყო საათი თავი მოიწესრიგა ყავა მოუხარშე და რო დაუძახე კიდე რომ ყავა დაელია რო ოთახში შევბრუნდი მუხტაჩოქილი ლოცულობდა მას ის ძალიან მორწმუნე იყო და ხოლმე დავცინოდი კიდევაც რომ მეთქი ურწმუნო არა ვარ, მაგრამ მან იმდენად მორწმუნე იყო, რომ ლოცვის გარეშე გარეთ არასდროს არ გადიოდა და რომ შევიხედე ხატებთან მუხტაჩოქილი ლოცულობდა და გავბრუნდი უკანე და რომ შევავდა ისევლე ყავა არ დაულევია, ისევლე დატოვა ყავა და გაბრუნდა. ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა მის ცოცხალს. არა. ბატონო ციცინო, რამდენი წლის იყო ამ დროს ბატონი როი? 27-ის. 27-ის. კი ბატონო. შემდეგ უკვე სამუშაოზე რო წავიდა, მაინტერესებდა დავრეკ ესე 11 საათი იქნებოდა და მითხრა რომ კმაყოფილია თანამშრომლებით და კარგად არის. უთხარი რომ მეც სამუშაოზე წავიდოდი და თავს მოვიწესრიგებდი, ოღონდ სამუშაოს არ ვაპირებდი უბრალოდ თავს მოვიწესრიგებოდი რომ სატირალში გავყოლოდი. მეც მანამ კიდევ ერთხელ დაურეკე სახლიდან რო გავდიოდი და ზარი რო ჩამირთო ტელეფონი და მესმოდა სტორდით სმენა და მივხვდი რომ არ ეცალა, ვერ მიპასუხებდა და ისეც აღარ გადამირეკია, წავედი სამუშაოზე. იქნებოდა ესე 2:30 ალბათ, ზუსტ დროს ვერ გეტყვით არ მახსოვს. ხო და მანამდე დამირეკა ტელეფონმა უცხო ნომერმა. და თხოვეს რომ როინს ვერ უკავშირდებიან სამუშაოზე უფროსობა კითხულობს და თუ დაუკავშირდებითო მეთქი როინი ხო სამუშაოზეა კი მაგრამ მაგენს არ ქონდათ ნაშივკები სამხრები და სამხრების გასაკეთებლად იყო წასული და დავბრუნდები და იგვიანებსო კარგი მეთქი გადავრეკავ ესე ავიღე ტელეფონი რომ დაურეკე მითხრა რომ ამ სამხრებს აკეთებდა რაღაც 5 წუთი ქონდა დარჩენილი და ისევ სამუშაოზე გაბრუნდებოდა მეთქი როგორ რატო კითხულობენ თუ სათხარ და სამხრები ხო იცი არ მაქოდა გასაკეთებლად ვარ კაკრას ვამთავრებ 5 წუთი ყავასაც მოვასწრებ დაველაპარაკები დეიდაშვილი მუშაობდა იქ ახლოს ოქროს ბირჟა დაველაპარაკები მათ და გაბრუნდები სამუშაოზე ხელვაჩაურში კი ბატონო მე უკვე არ დამირეკავს მათთვის რომ ჩემი მეუღლე გავაფრთხილე და რაღაცა 15-10 წუთიც არ იყო გასული უცებ შემორბის კლიენტი ძალიან აღელვებული ციცოთ რომ აიყვანეს მეთქი რა ქნეს რომ აიყვანეს მე მგონი მოკლეს კიდევაც ცოცხალი არ არის პირდაპირ არ დაუმალა ამ სამკას მინდა რომ იცოდე აიყვანეს და წაიყვანეს
უკვე რომ ვრეკავდი ტელეფონზე ზარი გადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. მე ყველას მისანათესაოს, ჩემს ახლობლებს დაურეკე. ტელეფონზე ვრეკავდით განუწყვეტლად. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. მე ყველა ჩემებიც მოვიდნენ მანქანებით და დავეძებდით ყველგან. ერთადერთი პირველი რაც მოგვაფიქრდა, სახალხო დამცველის აპარატში მივედით, გამოყვა იქ ლადო იყო გალობლიშვილი. ხო და ეს ბიჭები, ჩემი ახლობლები, მანქანით დავეძებდით ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ყველა დაწესებულებას მივედექით და არავინ პასუხს არ გვცემდა. არავინ ხმას არ იღებდა. მის სამშოუს ადგილ ხელვაჩაურშიც გავედით. იქაც არავინ ხმას არ გვცემდა, არავინ არაფერი არ იცოდა. უცებ მან კაცი გაქრა, ჩაყლაპა და ბოლოს არც კი მახსოვს სამხედრო ბაზა ჭავჭავაზის ქუჩაზე რაღაც იქ შეიძლება ყავდეთო, რაღაც ესეთ გავიგეთ, რა ვიცი, ყველა დაწესებულებას მივადექით. იქ როდესაც მივედით, კიდე ვითხოვეთ და თხოვდით, რომ ხო არ იცოდნენ რამე ეცნობენ, ვინათ არა, კიდე არაფერი რო არ ქნეს, ხო, პატრული მოვიდა ამ დროს და მანქანას ბუხტა ჩაქვილი დავაჩოქე, მეთქი მითხარით კაცი აიყვანეს და საათ ყავთ, გამაგებინეთ ვეხვეწებოდი და არავინ არ იძრეოდა. პატრულის თანამშრომელი მანქანითაც არ გადმოსულა, უკუსვლით გავიდა და ჩემმა ძმამ წამოაყენა, თავი შეიკავე, რა ხდება? ჯოჯოხეთი იყო ალბათ. ბოლოს არ ვიცი, მე მგონი ლადომ გალბულიშვილი და ჩემი ახლობელი, ოჯახის ახლობელი შევიდნენ ბოლოს თავდაცვის სამინისტროა თუ არ ვცდები გორგზე თუ სადღაც იქ და იქ უთხრეს, რომ არ დავლოდებული ვიყავით არაფერს, აიყვანეს რომა და წაიყვანეს თბილისში და დაგვირეკავდნენ და შეგვეხმიანებოდნენ, რომ წავსულიყავით სახლში. სახში მისული არ ვიყავით 10-15 წუთი მივედით სახში თუ არა ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა დაიგენმა დაიძახენ რომ რამინაციაში ყავდათ რესპუბლიკურ სავაყყოფოში და იქ მივსულიყავით უკვე ბნელდებოდა უკვე შეღამებული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით რომ როგორ შემოგველია დრო ისიც კი ვერ გავიქით და სავაწყობოსთან როდესაც წავედით მანქანები და მივედით მე მგონია რომ რამინაციაშია და რამინაციაშია თქვენი მეუღლე და მიაკითხეთ ქუჩიდან შემოგძახენ და არავითარი კარებზე მოსვლით და არ უთქვიათ ის რომ მივედით იქ უკვე ფორმიანიც და უფორმოც 100 კაცი დაგხვდა და გვითხრეს რომ ის პროზექტურაშია და გარდაცვალებულია უკვე და უკვე არ ვიცი რა და მე ვართ ალბათ ვკივოდი მთელი ხვით ვანგრევდი ყველაფერს ჩემი არავის არ ისმოდა ბოლოს უთხრეს რომ მოვეჩემებს რომ ხმა არა მოიღოთ არავის და მამიშვიდებდნენ რომ ხმა არა მომეღო და არ მეეყვირა და მე წივოდი ვანგრევდი ყველაფერს არაფერი არ მახსოვს უკვე და უთქვია ჩემთვის რომ გაეცილებინათ იქაურობას ჩემი თავი და მოეცილებინათ უკვე აზეთ რომ მოვედი მე უკვე სახში ვიყავი და რომას უასვეთეს უბედურება ამით კიდე არ დამთავრებულა მიცვალებობა გახრწნა დაიწყო რაღაც ისეთი ქონდათ გაკეთებული რომ სასწაულის სული ქონდა და არ ვიცი ყველაფერი იყო ჯოჯოხეთი გამოგვატარე პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ არ გვეტირა ხმა რა მოგვეღო მთელ ქუჩა იყო იდგნენ ფორმიანები ხალხი ვინც კი მოდიოდა ზოგს აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ახლოს არ გავყარებოდნენ თუ უნდათ რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ
ამას ვინ აკეთებდა ქალბატონო ციცინო? ვინ გაფრთხილებდა ხმა არ მოიღოთო? ხალხი პირდაპირ მოდიოდა და გვეუბნებოდნენ და ქუჩაში იდგა. ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებდნენ. ბინის ყველა კუთხეში იდგა ფორმიანებიც და უფორმოდ გადასმულები და ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ იქაურობა. პირდაპირ. თქვენ მარტო აღმოჩნდით მიცვალებულთან თუ შემოუშვეს? ისე გამოდის, რომ საახლობელი ადამიანებიც და უკვე ყველაფერ უღონეს ხმარობდი, ტელევიზია მოვიდა მახსოვს 25 არხი და ტელევიზია რო შემოვიდა, რომ მოვიხედე, ხო, მიცვალებულთან არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი დაცვა. ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არ ენახა არავის. საშიში იყო და გაიქცნენ. კი. ჩვენ კიდე იძულებული გავხდით მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანეს სახლიდან. იმიტომ რომ გავსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო. პირველი დღეს. მესამე დღეს უკვე დროს წამებს ვითვლიდით რომ მიცვალებული სასწრაფოდ გაგვეყვანა მისი სახლიდან. ხომ არ გნებავთ შევისვენოთ ქალბატონო ციცინო? შევისვენოთ 5 წუთი ტექნიკური შესვენება, გთხოვთ გამორთოთ ლაივი. დავიკავოთ ადგილები და გავაგრძელოთ სხდომა. ჩვენ ასე ხომ არ გავაკეთოთ სანამ ლაივს ჩავრთავთ? ჩართულია. მაშინ ბატონ ილიას უნდა ვთხოვოთ რომ შემოგბრძანდეს თუ შეიძლება. კი ბატონო, ახლა უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ. ქალბატონო ციცინო, გთხოვთ. დაკრძალვის დღე იყო, როცა რეალურად თქვენ მოგაკითხეს და სწრაფად გაიძულეს, რომ მიგებარებინათ მიცვალებული მიწას. იძულებული გავხადეს, ესე გამოდის, რომ რა შეგვეძლო მეტი. იძულებით სწრაფად მესამე დღესვე გავიყვანეთ სახლიდან. და როდესაც გავედით, იყო გზის სამშენებლო სამუშაოები იყო და მიცვალებული იმდენად დაჭრილი და იგი იყო, რომ როდესაც მისი გაწმენდა მოხდა, ყველა ეს მოდიოდა სისხლი და ვიფიქრეთ, რომ ისეთი სწორი ასფალტით წავსულიყავით გზით, რომ უფრო მეტი ქანავი და რაღაც არ მოსულიყო, რომ ცუდად არ გამოჩენილიყო მიცვალებული და ამიტომ მოგვიწია ბენზედან ქალაქიდან გასვლა მარცხანით ჩაისუბლისკენ ზედაგზით წასვლა და მათ ეგონენ რომ ჩვენ რაღაცას ვაპირებდით ისეც და იყო უამრავი მანქანები როგორ იცი აი ამოგვიდგენ პირდაპირ წინ და უკან ეგონათ რომ ჩვენ ამით რაღაცა მანიპულირებას ვაკეთებდით რომ ან ქალაქისკენ მივყავდა სადმე ან რაღაცა და როდესაც შეუხვიეთ ჩვენს გზაზე სადაც უნდა წავიდეთ უკვე სადაც სასაფლაოა უკვე მანქანებმა დარჩენ ჩვეულებრივად ოღონდაც ვინც ახლობლები გვახდა იგენს ყველას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ რომ ჯობდა დაეტოვებინათ იქაურობა და გაცლოდნენ. სასაფლაოს გაცლოდნენ? სასაფლაოს როგორ იცი სასაფლაოზე რომ მივასვენებდით მაგას ეგონა რომ საგზეო სამშენებლო იგი იყო მუშაობები იყო და ძალიან თხრილები იყო და მიცვალებული ხო ბოდიში ვთხოვ კიდე ერთხელ სისხლი მოდიოდა ყველდაცილიდან ჭრილობიდან ყველა ყურიდან ყველა სპირტი ხო და რო არ გვეწვალებინა წავედით უფრო ასფალტი გზიდან და მაგენმა იფიქრენ რომ ჩვენ ვაპირებდით ალბათ ქალაქში აქციის რამის გაკეთებას ხო მაგენის დადგმული სცენარები და გონიათ რომ ჩვენაც ესე ვაპირებდით და
ეს შეიქმნა უცებ შევკრენ ეს მიცვალებულს მივასვენებთ უცხო მანქანები, უნომრო მანქანები, წინდა უკან ჩამდგარი და მიხვდნენ რომ გადავედით ბარცხანიდან ჩვენს სასაფლაოზე სადაც მივდიოდით, იქ უკვე ხო ჩამოგცილდნენ, ოღონდ ახლობლებს ურეკავდნენ რომ მოგცილებოდნენ, ახლოს არ ყოფილიყვნენ, ჩვენთან ახლოს არ ყოფილიყვნენ. იყო სასწაული რაღაცა. იგიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებისთვისთვის საფლავი გაეთხარა ვინმე. ყველა უარს გვეუბნებოდა. შეშინებულები, რომ აფრთხილებდნენ, რომ არ მოგყარებოდნენ არავინ ახლოს ჩვენ. ქალბატონ ციცინო, ვინ აფრთხილებდა, როგორიც? რა თქმა უნდა, იმ დროინდელი თავრობა, აბა მეტი ვის უნდა გაეკეთებინა? თავრობა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რომელი უწყება თქვენ ხომ არიცით? არ ვიცი, ვერ გეტყვი რომელი უწყება, მაგრამ რეკავდა უნომრო ტელეფონის ნომრები და ყველას ეუბნებოდნენ, მოგცილდნენ, ჩვენს ახლოს არ იყოს, არ იყვნენ როგორ და არ გათხარეთ ვიცი. მაშინ საფლავი თუ ყველა საშინელი? ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი. ოჯახმა გათხარეთ ოჯახმა გათხარეს საფლავი. გასაგებია. მიცვალებული რომ მოასვენეს ოჯახის წევრები იყვნენ პროტექტურაში მისული და თქვენ წამოიყვანეთ თუ ვინმე სხვა? პროსექტურაში ჩვენ რომ მივედით რამინაციაში არის რომ გვითხრეს, უკვე პროსექტურაში გარდაცვლილი გაკვეთილი ყოფილა. რამე დათვალიერების დოკუმენტი თუ არსებობს თქვენ? კი, რა თქმა უნდა არსებობს. რა თქმა უნდა არის ვიდეოც არის გადაღები და ყველგან დევს ეს მასალები, შეგიძლიათ ნახოთ და რა მდგომარეობაში იყო მიცვალებული. კი ბატონო, გააგრძელეთ თუ შეიძლება. ოღონდ ჩვენი წამება ამით კიდე არ დასრულდა. დღე და დღე უფრო უძიმესი ხდებოდა და უფრო გვითვლიდან ხმარ ამოვიღოთ, გავჩერდეთ, იმდენად იძულებული გავხდით ერთჯერ, რომ მე დავტოვე ბინა და გადავედი საცხოვრებლად ჩემებთან. იმიტომ რომ გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით და ხმა არ ამოგვეღო. კონკრეტულად ვინ გთავაზობდათ ფულს? მოდიოდა უცხო ხალხი პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, უკვე შემდეგ წამოვიდა მუქარები. მუქარა იმდენად რომ იძულებული გავხდი, რომ დავკეტე ოჯახი, საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან. მაგრამ იქაც უარესი დღე, იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ესე დღეში ვიყავით, მეგრე უკვე უძილებული გავხდით, რომ მიგვემართა სახალხო აპარატისთვის, მადლობა ამისთვის ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, თუ გინდ ჩემს ადვოკატს, რავინ პაპიძეს, ლადო გალობლიშვილის, გიორგის, ყველას, რომელიმე რო არ გამომჩეს, ესენი გიორგი თქვით და გიორგი ჩარკვიანი და გიორგი ჩარკვიანი, რომელიც ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, როცა თქვენ მშობლებთან გადასახლდით, ღამეს გითენებდნენ. ღამეს გვითენებდნენ. მიზანი რა იყო? როგორ? მიზანი რა იყო მათი რა იყო, რომ გვაშინებდნენ, მოდიოდნენ იარაღიანი ხალხი ეზოში პირდაპირ და ისროდნენ აერში. და ჩვენ იძულებული ვიზზე მიგვემართა, აღარ ვიცოდით უკვე. ვიზზე მიგვემართა და მაშინ დაურეკეს ბატონ სოზარს. საცხოვრობენ, სადაც გადახვედით. ფენზედან მოშორებით 10 წუთი სოფელი ჩელტა. და იქ ვიყავით. ბოლოს კი იგიც კი შემოგვითვალეს, რომ თუ აღარ დავშვიდებოდით და რაღაცა სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის ბასეინი, სადაც წყალს ვღებულობთ ოჯახისთვის და იმას მოგვიწამლებდეთ და სულ დავისვენებდით ყველა ერთად. უკვე იძულებული გავხდით, დავრეკეთ სახალხო დაცვის აპარატურაში და ბატონი სოზარის ჩამობზანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ბატონი სოზარ თქვენ ამისთვის, არასდროს არ დამეწუხდება თქვენი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობზანებული ჩემს ოჯახში. რამდენ ხანს გაგრძელდა სახალხო დამცველის თანამშრომლების თქვენთან ცხოვრება? ორი თვე ღამეს გითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები.
კონკრეტული თანამდებობის პირი თუ გამოვიდა თქვენთან როდისმე კონტაქტზე თუ ესე მოგზავნილი უცხო ადამიანები მოგზავნილი ხალხი უბრალოდ ყველანაირად გვავიწროებდნენ და იძულებულს ხდიდნენ 3 წლის თავზე კიდევ რო არ დამამწყეს ქალბატონი თეა კარებზე ზარი იყო და გავიხედე ეს ჩვეულებრივად გავაღე კარი დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით და ქალვაში პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს და ვერ გავიგე რა ხდება მეთქი ეს როინშავაზის ოჯახია კი რომ მას დაკითხვაზე იბარებდნენ წარმოიდგინეთ რამდენად გვაფცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ 3 წლის შემდეგ კაცი რომელიც მიცვალებულია მასზე ატარებენ მოწმობას რომ სასამართლოშია დაბარებული მთელი ხმით ვკიოდი უკვე აღარ შემეძლო მეთქი არ არის სურიგო კაცი მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოყვება მეთქი მანამდე რომ უკითხიეთ ბინა და იგი მეზობლებს უთხოვიათ გეხვეწებით აღარ დაუკაკუნოთ ცოდვა აი ხალხი კარზე არ დაუკაკუნოთ ოღონდ მათ მაინც დააკაკუნეს და მაინც მოიტანენ ეს მოწმობა ქალბატონ ციცინო თქვენი ემოციები რომ დავზოგოთ და ალბათ უკვე მალეც უნდა დავასრულოთ თქვენი გამოკითხვა იმიტომ რომ ეს მეორადი განცდები უკვე ჩვენი კომისიის წინაშე რა თქმა უნდა ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ ეს მაქსიმალურად შევზღუდოთ და თქვენ არ მოგცეთ თავიდან ხელახლა არ გაიძულოთ განიცადოთ ყველაფერი. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ თქვენ როდის შეიტყვეთ სინამდვილეში რა მოხდა და რა იცით რა მოხდა ეს რომ გითხრათ. დღემდე ვერ გავყვევლად თუ რა მოხდა, რა იცოდა ამისთანა, რისთვის გაწირეს, რისთვის აწამეს. დღემდე ვერ გავიგეთ. ზოგი იმას ლაპარაკობს, რომ მან სამჯერ შებრუნდა ომიდან გამოსული დაჭრილები გამოუყვანია, ორჯერ შესულა და მიცვალებულები. და ვერ უთქვიათ რომ შენ ვინ გთხოვა რომ მიბრუნდი და ეს გააკეთე მე ვიზე უნდა მეთხოვა რატო უნდა დამეტიებია ან ვიზე უნდა მეთხოვა ეს საიდან იცით ქალბატონო ეს ჭორის დონეზე მოვიდა რომ ახალაიას უთქვია რომ ვინ გთხოვა რატო მიბრუნდი რატო შენ მე ვიზე უნდა მეკითხა როგორ ვიზე დამეტია ეს ბიჭები დაჭრილები გამოიყვანა და ერთჯერ მიცვალებულები. ხომ არ იცით კონკრეტულად საიდან? ცხინვალის და რომელი დასახლებული პუნქტი არ იცით? ზუსტად არ ვიცით. და ალბათ ის თითქოს უსაყვედურეს რატომ გამოიყვანე დაჭრილები და გარდაცვლილები. რატო გააკეთე ეს? ეს უნდა ყოფილიყო თქვენი აზრით მიზეზი? მიზეზი არ ვიცი. ვერ გეტყვი, მან იცოდა სიმართლე, რეალობა რა ხდებოდა, მანამდე სანამ ომი დაიწყებოდა, მან ძალიან უკმაყოფილიყო და უფრო სენაკიდან გადმოსვლა, იმიტომაც ითხოვა, რომ განთავისუფლეს ყველა ძველი თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ ძალიან გამოცდილები და ჭკვიანი ხალხი. და მოიყვანეს მან იყო ესე უკმაყოფილებას გამოთქვამდა რომ მოიყვანეს ისეთი ხალხი რომელმაც უბრალოდ წერა კითხვას არ იციან და იმასაც კი ვერ ხვდებიან რომ სად მოვიდნენ სამუშაოდ რისთვის მოვიდნენ რა უნდა აკეთონ იგიც კი არ იციან ოღონდაც ის ბიჭები იცი როგორ გაუშვეს ბიჭები რომლებიც სიგარეტს არ ეწეოდა ჩაუდეს ნარკოტიკი და რომ იგეს ნარკოტიკის გამო გაუშვეს ადამიანი რომელიც სიგარეტს არ ეწევა და ჯანსაღ ცხოვრების წესი აქვს და მას ნარკოტიკს უდევენ. ქალბატონო ციცინო, თქვენი მეუღლე როგორი კაცი იყო? არიან ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა მაგალითად სამსახურში რაც ხდება, მაგრამ არ ამბობს. არა, უკმაყოფილო როდესაც იყო, ის ამბობდა ის. სწორედ იმას იცოდნენ, რომ ის არ გაჩერდებოდა. ქალბატონი თეა დამავიწყდა ერთად 15-ში ეს გავიდა ქალაქში, საქმე ქონდა რაღაც მოსაგვარებელი და შეხვედრია
უკვე თანამშრომელს, ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც სანამ 2 თვით ადრე დატოვა კონტრაქტი, დაუმთავრდა და დატოვა სამუშაო და რო შეხვედრია, ხო, ძალიან მინდა რომ შევიკრიბოთ, ძალიან მინდა რომ სალაპარაკო მაქვს, მინდა ყველაფერი ვთქვა, თეთრიც და შავიც და ყველაფერი რო იცოდეს და ამ ძმაკაც დათო კილაძეა ესეთი ბიჭი კბილიტკიებია აქედან მიდიოდა და რომ გთხოვ დღეს არა ხვალე შევიკრიბოთ და ხვალე დავილაპარაკოთო ეს უთქვია და რა უნდა ეთქვა და რა უნდა ელაპარაკა გამოჩნდა შავი და თეთრი რაზე ქონდა ლაპარაკი არ ვიცი მას არ უყვარდა სამხედრო ამბებზე ან სამუშაო ამბებზე და არც იშვიათად თუ ერთმანეთის ლაპარაკის დროს მოუყვებოდით რამეს თორემ ესე დამჯდარიყო და მოეყოლა არა ერთადერთი უკმაყოფილება არ დაუმალია და ვერ გაჩერდებოდა და არ გაჩერდებოდა, იმიტომ რომ ის ასეთი იყო, მას რაიმე სათქმელი თუ ქონდა, პირდაპირ ეუბნებოდა ყველას. არ იყო ესეთი პირდაპირი ადამიანი. ძალიან პირდაპირი ადამიანი იყო, მას არ ერიდებოდა, ცუდად არ გამიგონდა, არც უფროსი, არც რამე. თუ მას შენიშვნა ქონდა, თუ ის უკმაყოფილო იყო, ის გამოხატავდა და რისთვის უნდა შეკრება, რა უნდა ეთქვა ბიჭებთან ერთად ეს ჩემთვის უცნობია. რომ დავუბრუნდეთ იმ კითხვას, ესე იგი თქვენ ისე იცით ამბად, მაგრამ ვერ ადასტურებთ, რომ თითქოს მას საყვედურობდნენ, რომ აგვისტოს ომის დროს შებრუნდა და გამოიყვანა დაჭრილი თანამებრძოლები და დაღუპული თანამებრძოლთა ცხედრები და ეს იყო თითქოს საყვედურის საგანი. მერე როდის გაიგეთ სინამდვილეში რა მოხდა ადამიანი გავიდა სახლიდან და დღის ბოლოს მოასვენეს გარდაცვლილი აი რა მოხდა რა გაიგეთ როგორ გაიგეთ სიوارლე გითხრათ დღესაც გასარკვევი ბევრი რაღაცა რა გავიგეთ დახვრიტეს უდანაშაულო კაცი რომელმაც ალბათ ისეთი რაღაც იცოდა რომ არ გაჩერდებოდა ქალბატონეთია ის სულ სხვანაირი იყო პირში მთქმელი იყო მას უფროსთან არასდროს არ ქონია არავითარი შეკამათება რომელ წელში ზუსტად არ მახსოვს პარლამენტში შეიქმნა კომისია სადაც მოიწვიეს გოგავა და მას დაუსვეს როიშავაძის მიმართ შეკითხვა ჰქონდათ რომ ხო არ ქონდა მას რამე გარღვევა ცუდად ხო არ იქცეოდა როგორი თანამშრომელი იყო და ყველა ახასიათებს ძალიან კარგად რომ იყო ძალიან მაგარი თანამშრომელი უფროსები და ყველა იმას ამბობს რომ მან წერდა სამხედრო გაკვეთილებს ალბათ იცით ეს ტარდება კონსპექტებს ადგენდა ეს მე თვითონ სახშიც მინახია რომ წერდა და დასცინოდნენ თანამშრომლები დაჟე რომ ზოგიერთი უფროსი ამას შენ დაწერს სწორად ვერ კითხულობს და ხომ არ ჯობია შენ წაგეკითხაო ну აშაკირებდნენ ესე გამოდის ჩემს მეუღლეს და ყველა აქებდა გოგავას დაუსვეს კითხვა და თქვა რომ მას სამხედრო მხრივ არავითარი გარღვევა არავითარი დანაშაული არ ქონია და რომ ეს რაღაც მოხდა სამოქალაქო თქვენ თქვით რომ დახვრიტეს, სად დახვრიტეს და ვინ დახვრიტა არის თქვენთვის ცნობილი. ესე ვიცი რომ გზა იყო რუსების მიმართ ჩაკეტილი, ის გადმოყავდათ თბილისში, მაინც როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ გაზრახული. ბატონო, რატო ვფიქრობ გეტყვით, იმიტომ რომ გზა დაკეტილი. მიყავთ, სად მიყავთ? თუ დაიჭირეს ჩემი მეუღლე როგორც გაიკვა შემდეგ, არც ნარკოტიკი არ ქონია, არც არავითარი გარღვევა არ ქონია, რატო არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატიება? მე ვფიქრობ ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, აი იქ სადღაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო გაუჩერეს მანქანა კაცს, რომელსაც უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ რომ მას მარჯვენა ფეხში ბარძახში ქონდა ფეხი გადატეხილი, ფეხი მოტეხილი, ხელი მოტეხილი, აი აღწერილი არის თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო ნახოთ ყველგან, ყველაფერი კაც რომელსაც ფეხი, ხელის თითები ქონდა გადამტრეული, ხელის თითები იმდენად გადამტრეული ქონდა რომ ლეიკოთი დაუმაგრეთ ჩვენის
ყავს ეკჭირა უბრალოდ ცხედარს თქვენ შეგიძლიათ არის ამის ვიდეო კადრები და ნახოთ ყველაფერი ეს მაგრამ მე ვფიქრობ ის იყო ყველაფერი დადგმული და წინასწარ განზრახული სამხედრო პირებმა დახვრიტეს არა გასაგებია ბათუმის თანამშრომლებმა კუდის თანამშრომლებმა უშიშროების თანამშრომლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების თანამშრომლებმა დახვრიტეს როინ შავაძე მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო ეს უკვე განაჩენი დამდგარია ძალიან ბევრი პირის მიმართ სამწუხარო ის არის რომ სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიგვითით ამ საქმის გამოძიება რატომღაც ვერ მოვკიდეთ ხელი ისე როგორც საჭირო იყო თუმცა მაინც ჯერ კიდე ამ ძველი 2008 წლის მოხსენებიდან სახალხო დამცველის მოხსენებიდან ბევრი რამე იყო დადგენილი მათ შორის თქვენი სიტყვებიც არის აქ რომ გაქცევას ცდილობდაო რა უთხრეს ქალბატონი ცინეუბნება რომ როგორ შეიძლება ადამიანს რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ხელი აქვს მოტეხილი წამების კვალი ეთყობა იყო შეუერაღებელი თვალითაც ის გაქცევას ცდილობდესო 40 ტყვი აქვს მოხვედრილი 40-ვე წინამხრიდან შეუძლებელია ჯერთი გაქცევის ცდილობა ის დროს როგორ შეიძლება წინამხრიდან კონდეს ტყვიები მოხვედრილი მეორე რატომ ეს ქაქუთი ეს არის დაახლოებით რომ წარმოვიდგეთ გური აჭარის საზღვარია ბათუმიდან თბილისისკენ მოვყავთ რატომ წაიყვანეთ იქ პასუხი იყო რომ მაშინ როცა ჩვენ ვეკითხებოდით თბილისში მოვყავდა თბილისში წამოყვანა იყო შეუძლებელი იმიტომ რომ შიდა ქართლი იყო მაშინ ოკუპირებული მთლიანად გორი ხაშური მეტიც სენაკშიც რუსეთის ჯარი იდგა თუ მაინც და მაინც ასეთი აუცილებელი იყო მისი წამოყვანა თბილისში ეს უნდა მომხდარიყო თიანი აჭარის გავლით ერთადერთი შესაძლებელი გზა იყო ასე რომ ესეც მეორე ტყუილი იყო და აქედანაც ფაქტი იყო რომ რა თქმა უნდა გაიყვანეს აბსოლუტურად შეგნებულად იმისთვის რომ ადამიანი დაეხვიტა პროდეს ისე ინფორმაცია რო შევა ადგილზე თუ იყო როგორ ვიცით გაწყვეტინებთ ბატონო სოზარ აჭარის კუდის ხელმძღვანელი პატარიძე მისი როლის შესახებ იცოდით თქვენ თავის დროზე რამე მაშინ ხელმძღვანელობდა ეს ადამიანი კუდს აჭარაში და ძალიან ბევრი უბედურება უკავშირდება მის სახელს გასაგებია ბოდიშმოვთხოვ ჩემი ემოციის მუქარები უბრალოდ იმის მერე თუ ყოფილა განსაკუთრებით ხელისუფლება რო შეიცვალა მუქარები ყოფილა ბატონო სეზარ და არის და გრძელდება დღემდე ოღონდაც აი ყველაფერზე წამსვლელი ვარ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბოლომდე იყვნენ დამკვეთები დასჯილი რომ მე დამიჭერია და მე მწოდნია მათი სახელგვარები მე არ ვიცოდი მათი სახელი მკვლელების პირდაპირ ვამბობ მე არ ვიცოდი მკვლელების არც ერთი სახელი გვარი და საიდან უნდა მე თქვა მე მანდანაშაულებენ რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან რომ მათ ყველას დაუდგენ და ყველა მაღიარა რომ იყვნენ ადგილზე განახორციელეს დაჭერა და გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილ ვარ მე არავის სახელი გვარი არ დამისახელებია მე არავის არ ვიცნობდი და კიდევ ერთხელ ბატონთია რო არ დამავიწყდეს ქალბატონთია ბოდიშმოვთხოვ ესა ერთ-ერთი მკვლელმა რომას მკვლელობის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ იყიდა ბინა ჩემს გვერდით კორპუსში და დაცლახდა. წარმოგიდგენია თქვენ რა დანაშაულს ჩადიოდნენ. მინდა ქვეყანამ კი არა მსოფლიომ გაიგოს თუ ვინ და რას წარმოადგენდა ის მაშინდელი მთავრობა და მინდა რომ ეს ნაციონალური მოძრაობა და ეს მათი მოდგმა არ არსებობდეს არსად. არ ვიცი რომ ბოროტებას ვამბობ, ვიცი რომ მაგრამ ყველას მოუწოდებ, რომ ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს. ჩვენ აღარ გვაქვს არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი. და იფიქრონ კარგად და გააკეთონ ყველაფერი სამართლიანად, რომ არ შეიძლება ამ ხალხს ენდო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაჩერებას არ ვაპირებ, ერთადერთი თხოვნა მაქვს, ხომ ვიღაცამ დააკვეთა ეს კი, დაიჭირეს მკვლელები.
და ღიარებითი ჩვენებით თუ ყველა მაღიარა რომ იყვნენ ადგილზე, ესე იგი ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს ვის ასში, ვის მოუვიდა თავში ეს, ვიღაცამ ხომ ესე იგი გასცა ბრძანება რომ გაეკეთებინა ეს კუდის თანამშრომლები. კუდის თანამშრომლები ისე ხوار ჩაიდებდნენ თუ არ ეკნებოდათ ბრძანება და კიდევ ერთხელ იგიც გავიგე რომ ეს ბიჭების აყვანა როდესაც მოხდა მეორე დღეს საქართველოს დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს არ ვიცი და თხოვნა მაქვს კიდევ ერთხელ თხოვნა მაქვს თუ ვინმე რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვის მოუვიდა რისთვის დაიგეგმა ეს და დასჯილი იქნეს დამკვეთები მეტი არაფერი სწორედ დამკვეთებზე და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე მუშაობს ეს კომისია. იმედი მაქვს რომ ამას ჩვენ შევძლებთ ნახოთ, თუმცა ბევრი დროა გასული. ქალბატონო ციცინო, როდესაც ამბობთ რომ დღესაც იღებთ მუქარებს. ვისგან იღებთ ამ მუქარებს? ეს არის ფეისბუქის მეშვეობით ახლობლებს გვერდებზე უწერენ რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და ბოლო მექნება ძალიან ცუდი ჩემს და ჩემს დაძმებს. მე ამიტომ ვერიდები ყველგან გასვას თითქმის 16 წელია. მე ოჯახთან ერთად ვერიდები მაგრით სადმე გასვლას ან შეკრების ადგილას მათთან ერთად ყოფნას. იმიტომ რომ მათ როგორმე რაიმე უბედურება არ მოუტანო კიდე, რომელსაც მე ვეღარ გადავიტან. გასაგებია, შესაბამისად, ვინც იქნა ამ საქმეზე მსჯავრდებული, მათი ოჯახის წევრები გემუქრებიან. არის მუქარა, რომ ეს საქმე ასე არ დარჩება, რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ბიჭები და ეს გავიგეთ, მაგრამ ვისგან მოდის ეს მსჯავრდებული მკვლელების ოჯახიდან? მსჯავრდებული ახლობლის ოჯახის წევრები წერენ Facebook გვერდებზე და ყველგან. შესაბამისად, ჩვენ მათ უნდა მივმართოთ, რომ დღეიდან მას შემდეგ რაც ქალბატონი ციცინო გამოვიდა საჯაროდ კომისიის ხდომაზე და მან თქვა, რომ მას და მის დაძმებს, მათ ოჯახებს ემუქრებიან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები. ეს რა თქმა უნდა უკვე საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია და თუ მათ საკუთარი თავისთვის უნდა ციკეთე, რა თქმა უნდა დამშვიდნენ და აცალონ კანონს, რომ კანონმა იმუშაოს ახლა მაინც. ვინაიდან როგორც ბატონმა სოზარმა ბრძანა 2020 წელს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური კუთხით, მას შემდეგ გააქტიურდა გამოძიება და მართლაც არაერთი პირი მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცნობილი იქნა დამნაშავედ. რას ნიშნავს მატერიალური დარღვევა? მატერიალური დარღვევა სიცოცხლის უფლების ნიშნავს, როცა სტრასბურგი ამას ამბობს, რომ პირი მოკლულია სახელმწიფოს ხელით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მატერიალურ დარღვევას არ ადგენს, იმიტომ რომ ხელშემკვრელი მხარე კონვენციის არის სახელმწიფო. სტრასბურგმა თქვა, რომ როინშავაძე მოკლულია სახელმწიფოს ხელით და იქვე დაადგინა, რომ ეს საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამის მერე გააქტიურდა გამოძიება და დასჯილები არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. შესაბამისად, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამიტომ მე მგონი ქალბატონმა ციცინომ ამდენი ბრძოლის შედეგად მოიპოვა მშვიდად ყოფნის უფლება და მშვიდად გლოვის უფლება და მასზე მუქარები უნდა შეწყდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით და თქვენ გთხოვთ, რომ კონკრეტული, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურად, კონკრეტული გვარები და სახელები მოგვაწოდოთ იმ პირების, ვინც თქვენზე მუქარას ან თქვენს შევიწროებას გაბედავს. კონფიდენციალურად მოგვაწოდეთ გვარები და სახელები. რომ აღარ შეგაწუხოთ ზედმეტად, მე მაინტერესებს დამკვეთები ახსენეთ და ხომ არ გსმენიათ, ვინ შეიძლება ეს იყოს. ახლა ახსენეთ, თუმცა იქ ორი ძმა იყო, რომელიც ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომელი უფრო მეტ სიბინძურეს ჩაიდენდა, რომელს გულისხმობდით. და მეორე კითხვა მაქვს, როდესაც თქვენი ეს დიდი უბედურება დატრიალდა ოჯახში, რომელიმე სამხედრო მეთაური
გენერალი, ხელმძღვანელი პირი, ან არასამხედრო, მაგრამ თავდაცვის სისტემის წარმომადგენელი. ვინმე თუ მოვიდა თქვენთან და სამძიმარი გითხრათ. არავინ დღემდე არავის არაფერი არ უთქვია, რაზედაც ძალიან დიდი გული მტკივა. უბრალოდ თანადგომას გამოხატავდნენ თანამშრომლები, ტელეფონით მეკონტაქტდებოდნენ და ბოდიში მოითხოვდნენ და ქალბატონეთია რო გითხრათ რომ მე მწყინს მათი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა წნეხი და რა საშინელება იყო იმ დროს. პირდაპირ ნაწილში მივიდნენ და გააფრთხილეს. თუ ვინმე რომელიმე გაბედავდა და ჩემს გვერდით დადგებოდა, მიცვალებულს პატივს მიაგებდა, როი შავაზეზე უფრო უარესი დღე მოელოდათ. გული მტკივა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მე მათზე ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ სიცოცხლე და ოჯახი ყველაფერია. თქვენ იცით, ალბათ წარმოიდგინეთ, კი, რა თქმა უნდა, თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ყველა კარგია, მაგრამ ვერ გაწირა სულს და ყველაფერს, როდესაც გაფრთხილებენ, თუ შენ იქ მიხვალ, შენ დაგსჭიან და მოკლა. ქალბატონო ციცინო, მოდით მე კითხვას დაგისვამთ, თქვენ იცით რომ არ გაქვთ უფლება არ გამცეთ პასუხი, ასეთია კანონი. თუ გნებავთ საჯაროდ მიპასუხეთ, რაც კარგი იქნებოდა, თუ არა და ყოველ შემთხვევაში შემდეგ გვიპასუხეთ წერილობით, მაინც იმიტომ რომ კომისიისთვის ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასე ვიცი თითქოს რომ თქვენი მეუღლე ან და თქვენ ფლობდით აგვისტოს ომთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტს, რომელსაც თქვენ დიდხანს ჩუმად ინახავდით. ეს არასწორად ვიცი თუ დოკუმენტი არ იყო, ეს იყო რომა იყო სამხედრო მზვერავი, ამაში დასამალი არც არაფერი არ არის. მას ჰქონდა როკა ისეთი, როგორ მოქმედებდა სამხედროები მანამდე, რა ინფორმაციას ფლობდნენ, სად რანაირად, რომელიც დოკუმენტი უпроსტად გადავაგდეთ და დავხიე თვითონ რომ არ ყოფილიყო რაიმე საბაბი და ცუდი გაგრძელება არ მოყოლოდა. ეს დოკუმენტი მას სახლში დარჩა. სახლში არ დარჩა, ამით მუშაობდა მან, ხო წერდნენ გაკვეთილებს და რაღაცებს, ეს არის სამხედრო გაკვეთილების ცხრილი რუკა და არა ის დოკუმენტი რომ მას რაიმე დოკუმენტი ჰქონდა. ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ეს არ იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო ქვია მას სამხედრო რუკა, რომელთაც მუშაობს სამხედროები, სამხედრო გაკვეთილებს, თუ იარაღის რა ტრაექტორია, როგორანაირად, ეს იყო ეს დოკუმენტი და სხვა რაფერი. ეს სახში ქონდა პედაგოგიური სამუშაოსთვის და თქვენ მერე შეგეშინდათ. და შემეშინდა, მე ვერ გავიგე, მე რომ ნახე და დავასკვენით, ეს იყო ეს რუკა, რომელიც სამხედრო რუკა ქვია სწავლებისთვის. შეშინებულმა გადააგდეთ ეს. მისი ეს გაკვეთილები თუ გაქვთ შენახული? არა, ეს ეკნებათ სენაკის უფროსობას. სახლში არ დარჩენილა. სახლში არ დარჩენილა, იმიტომ რომ წაიღო, როდესაც სამუშაოზე მიდიოდა, მას მიქონდა ეს დიდი სქელი რვეული წიგნივით იყო და მას ატარებდა და გაქონდა და მას არ ქონია. შესაბამისად, თქვენ იმდენად შეშინებული იყავით, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რაც მას დარჩა, ყველაფერი გაანადგურეთ. კი, ქალბატონეთია, ისიც კითხვეს, რომ ის ნარკოტიკები ქონდა ჯიბეში, რომელიც არის არ შეესაბამება სიმართლეს დამტკიცდა, რომ არავითარი ჭრეკა დამტკიცებულია, რომ მას არ ქონია. თუ იმდენად ყალბი და იმდენად საშინელი ხალხი იყო, შეიძლება მართლა კილოობით ქონდა ეს სახში. რატო არ ჩატარდა ჭრეკა? რატო არ მოვიდა? ეს იყო ყველაფერი დადგმული სპექტაკლი და ყველა უბრალოდ თვალითაც რო შეხედო ყველა საზოგადოებისთვის რო განმარტოთ, ის უკვე დადგენილია, კანონით დადგენილი წესით, რომ მას არავითარი ნარკოტიკი არ ქონია. არ ეს ადამიანი წაიყვანეს და სახელმწიფო მოკლა. რაც შეეხება ამ ინფორმაციას და დოკუმენტებს, მე იცით რას გულისხმობ, რომ ასე არის ცნობილი თითქოს, რომ მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით იცოდა გარკვეული რაღაცები იმ ხარვეზებზე, რაც დაუშვა სახელმწიფომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც სამხედრო ცოდნა და სამხედროები, მათი სიცოცხლეები
არასწორად გამოიყენა რუსეთთან ომის დროს. და რომ მას ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, თვითმხილველიც იყო და რომ ეს ვერ აპატიეს. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ პოზიციას? სრულიად ვეთანხმები რა ქალბატონი. გაფიქრებინებთ ამას? მეც ვფიქრობ, რომ ძალიან უკმაყოფილო იყო უფროსობით, რომ მიატოვა ჯარი, მიატოვა მთავარ სარდალმა. დატოვეს უგზო უკლოდ. ამას ამბობდა ამას ამბობდა, არც მალავდა, ამბობდა და სახლში ამბობდა თუ გარეთაც ამბობდა? გარეთაც უთქვია და სად ალბათ უთქვამს გარეთეს? თუ გინდი იმასთან ყოფილ თანამშრომელთან იმასთან უთხრა იგივე დათო ყილაძესთანაც თქვა რომ არ იყო ის თანასწორი უფლება და დატოვეს სამხედროებმა უფროსებმა ადგილები დატოვეს და გარბოდნენ ვისაც გარბოდა არ იცოდნენ უბრალოდ გაწირეს ხალხი გაწირეს ბიჭები ამას ამბობდა არც მალავდა ამისთვის ხომ არ დასაჯეს შეიძლებაც მე უფრო სწორად მაგას ვფიქრობდი ყველაფერს რომ ამისთვისაც დასაჯეს იცოდნენ რომ რომა არ გაჩერდებოდა ხო იცოდნენ მისი ხასიათი არ იყო ის 1 წლის და 2 წლის ნამუშევარი მთელი სიცოცხლე მუშაობდა სამხედრო სისტემაში რომელი ასაკიდან მუშაობდა სამხედრო სისტემაში რა ასაკის იყო სამხედრო სისტემაში რომ ალბათ 18 წლიდან ჯარიდან რო დააბრუნდა და იმის შემდეგ ხო დაახლოებით 20 წელი ემსახურა ქართულ ჯარს და სახელმწიფო მადლობის ნაცვლად სააკაშვილის და თეიმურაზ პატარიძის ტვინში მოიხარჯა სავარაუდოდ კი ამერიკის იგი აქ პენტაგონის დასკვნის არის ყველაფერი რომ სიგელი აქვს მიღებული და ძალიან თანამშრომელი იყო და ჩემ აქ საქართველოს პატივი მიაგო და დახვრიტა უდანაშაულო მე ბატონო სოზარ გისმენთ როდამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დავაზუსტებ დღეს დადგენილია რომ ეს იყო ტყუილი და ჩადებული ნარკოტიკი მაშინ რაც ბრალის წარდგენის დადგენილებაში წერია თითქოს მას ჰქონდა 0.97 გრამი კუსტარულად დამზადებული ჰეროინი და 0.05 გრამი ბუპრენორფინი მაშინაც ცხადი იყო რომ ეს იყო ტყუილი თუმცა დღეს უკვე სასამართლოს მიერ დადგენილი აბსოლუტურად რომ ეს სხვაგან მომწერეს 22 ტყუილი ზუსტად მეც არ მახსოვდა მოხსენებაში არ წერია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ლაპარაკი 20-ზე მეტი ტყუია 45-მდე 53-მდე ასე წერია დასკვანში გასაგებია შეკითხვები გვაქვს ბატონი ილია და შემდეგ დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენ მობრძანებისთვის დამძიმია რა თქმა უნდა ამის მოსმენაც არამც თუ გადატანა და ყველაფრის გავლა მით უმეტეს გამძლეობას გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ რაც მთავარია ამდენი წლის მერე როდესაც დამთავრდა გამოძიება ჩვენთანაც სტრასბურგშიც ის მისი თანამებრძოლები დღემდე კი არ გამოდიან კონტაქტზე თუ ეხა უკვე ეხლა გამოდიან უკვე მალულად აიყო 1-3-4 ბიჭი რომელიც არც მომცილები არც შეშინებია მაშინ იმ დროსაც არ დაუტებივარ ერთი წუთითაც თანამშრომლები ისევე შორიდან მოკითხვით ბეხმიანებიან შორიდან და არის 3-4 ბიჭი რომელიც იყო და იქნება სანამ ცოცხალი ვარ ჩემს ოჯახში სტუმარი ისეთი დაფასებული როგორც როინის დროს იყო ისინი ისე სამხედრო სამსახურში არიან თუ არა და ერთი კითხვა მაინტერესებდა კიდე ეს გამოძიება მაშინ როცა შსსმ ჩაატარა თუ პროკურატურა მაშინ შესაძლოა და ახლა პროკურატურა. გასაგები. რომელსაც ვიტყვი, უღრმეს მადლობას ვეტყვი პროკურატურას, იმიტომ რომ ყველა მასალა თითქმის ყველაფერი იყო გაყალბებული, წაშლილი, საერთოდ არაფერი შეიძლება ვთქვათ, საერთოდ არაფერი არ არსებობდა. ყველაფერი იყო გაფუჭებული და გაუქმებული, რომ არ გასულიყო. როგორმე რაღაცა არ დარჩენილიყო რამე საბუთი. ბატონო
როგორმე რამე საბუთი სიმართლის კი, არ იყო არავითარი ნაპერწკალი და შეუძლებელი გააკეთეს და იშრომეს. რომელ წლებში მოხდა ეს ქალბატონი? ეს ეხლა 2020-ის შემდეგ? ხო, კი. დიახ, აღადგინა პროკურატურამ მტკიცებულებები. და რომელსაც მე იმედი მქონდა რომ ოდესმე სიმართლე დადგებოდა და ყველაფერი და დღესაც არ კარგავ იმედს რომ ალბათ ის დამკვეთები ვინც იყო ეგენის დასჯელი იქნებია. ბატონო. რაც შეეხება ბატონ ილიას შეკითხვას, მართლაც ამ საქმეს თავიდან ეს კი კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური მაშინ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს როინ შავაძე, მათ წინააღმდეგ ამ საქმის გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამის გამო დაადგინა დარღვევა სხვებს შორის სტრასბურგის სასამართლომ, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ სტუდენტსაც კი მოეხსენება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთი ადამიანი რომ დანაშაულს ჩაიდენს, მანვე გამოიძიოს მის წინააღმდეგ საქმე. მაგრამ იგივე გაკეთდა გირგვლიანის საქმეზე, როდესაც დათა ახალაიამ ფიგურირებდა გირგვლიანის საქმეში როგორც ერთ-ერთი მონაწილე და შემდეგ ისევ დათა ახალაია იძიებდა საქმეს თავიდან, რომ რასაც იურისტები ვეძახით, საქმე გაფუჭებულიყო, რომ მტკიცებულებას რომ გაანადგურებ ან სხვაგვარად წაიყვან გამოძიების მიმართულებას, შემდეგ ძალიან ძნელია, რომ ის საქმე შემოტრიალდეს. მადლობა მართლაც პროკურატურას, თუ კი თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმის შემოტრიალება მათ ბოლო წლებში შეძლეს. ქალბატონო ციცინო, ჩვენ აღარ დაგისვამთ შეკითხვებს, ძალიან მძიმე საათი და წუთები გაიარეთ თქვენ დღეს ჩვენს წინაშე. მაგრამ იმეც გამოვთქვამ, რომ თქვენთვის ჩვეული გაბედულებით თქვენ გააგრძელებთ ჩვენთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ ჩვენ დასკვნის შედგენისას დაგვჭირდება კიდევ თქვენთან უკვე არა სხდომის ფორმატში, არამედ სხვა კონტაქტი და კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ შევთანხმდით ამ სხდომის განმავლობაში, რომ თქვენი დედმამიშვილები, მათი შვილები, ოჯახები მოგვაწვდით ხოლმე რეგულარულად გვარებს და სახელებს იმ ადამიანების, ვინც თქვენ გემუქრებიან და კომისია მუდმივად იქნება საქმის კურსში. იქნება ეს დღე, იქნება ეს ღამე, სამდივნოს ნომერი თქვენ გაქვთ, მაშინვე შეგვატყობინეთ, ვინაიდან თქვენ ახლა მაინც დაიმსახურეთ, რომ იყოთ დაცულები და გააგრძელოთ შეძლების დაგვარად მშვიდად ცხოვრება და რაც მთავარია, ადამიანს აქვს მშვიდად გლოვის უფლება. ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებში არაერთ საქმეზე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მოკლავდნენ ადამიანს და შემდეგ სახელმწიფო ცხედარს არ უბრუნებდა და მაშინ შემუშავდა პრეცედენტი, სადაც ითქვა, რომ ადამიანის უფლებებს შორის შედის გლოვის უფლებაც, რომ ადამიანმა საკუთარი ცხედარი ღირსეულ პირობებში დაიტიროს, როგორც ხედავთ თქვენ შემთხვევაში ეს უფლებაც კი იქნა დარღვეული, როდესაც არ მოგცეს გლოვის უფლება. დიდი მადლობა. ჩვენ სამდივნოს ვთხოვთ, რომ ქალბატონი ციცინო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ რაიმეს თქმა კიდევ გსურთ, შემაჯამოთ. დიდი მადლობა ყოველივე თქვენთაგას ბოდიში ჩემი ემოციებისთვის და დავნებულებისათვის. ალბათ ცხოვრება მისი კვალი დატოვა ჩემში და ახალგაზრდებს მოუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და მე მინდა რომ ბოლოს შაოსანი ვიყო ჩემ ქვეყანაში და არ იხოცებოდეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არ იყვნენ შაოსანი დედები თუ შვილები. განსაკუთრებით ისინი, ვინც სამხედრო ფორმაში ემსახურება სამშობლოს და გაწირეს ისინიც კი სააკაშვილის მეთაურობით. დიდი მადლობა. სამდივნოს ვთხოვ, რომ გაგაცილოთ და თუ შეიძლება რომ ნინო, ქალბატონო ნინო, მოსაცდელში რომ სანამ დამშვიდდება, მან იყოს ქალბატონი ციცინო.